გამარჯობა, მე დემე ვარ და ჩვენი დაპირისპირება მოულე ლეზოებთან გრძელდება. სანამ ამ საქმეს დავიწყებდი, ყოველთვის მიკვირდა თუ რატომ არ იდებოდა მსგავსი კონტენტი ქართულ YouTube-ზე. და პირველი ვიდეოს გადაღებისას ამ კითხვას პასუხი გაეცა. აღმოჩნდა ძალიან შრომატევადი და დამღლელი. თუმცა შედეგით იმდენად კმაყოფილები დავრჩით და იმდენად სასიამოვნო სანახავი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ უფრო მეტი ვიდეო გადაგვეღო და გვეჩვენებინა თქვენთვის. დღეს ჩვენ ვართ სოფელ მზიანეთში, ვიპოვეთ ესეთი პატარა ხის სახლი, რომელსაც საკმაოდ მოსაწესრიგებელი ეზო აქვს. ვეცდებით მოვაშოროთ ზედმეტი ბალახი და თქვენთან ერთად ვნახოთ თუ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ის. ასე რომ გვიყურეთ და ჩვენთან ერთად ნახეთ თუ რა გამოგვივა. შეგვიძლია შევიკრათ აჭიმები, ამას თურმე ქართულად ქვია აჭიმი, არც პაჟი და არც რას წიაშკა თუ რასაც ეძახიან ხოლმე. ავიჭიმოთ აჭიმები და შევუდგეთ საქმეს. მოკლედ, ამიტომ არის კაი ელექტროსათიბელები რა. ჯერ ერთი რომ ეკოლოგიურად კარგი არის, იმიტომ რომ პირველ ვიდეოში გამოჩნდებოდა რომ მოუწავლეთ მთელი სოფელი ბალახით კი გავასუფთავეთ, მაგრამ იმდენი ბოლი შევისუნთქეთ ჩვენც რომ აი ხანი ვახველებდით მე. დავკრა. ესეთ ძველ ეზოებში ხშირად არის ხოლმე სხვადასხვა რაღაცეები ჩარჭოფილი და საშიში არის ტექნიკისთვის. რამდენჯერმე გავარკვი, მაგრამ იმდენად სერიოზული არაფერი გავუფუჭებია, მაგრამ ვერც ამოვაძრობთ, ასე რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სხვაგანაც არ შეგხვდეს. კაია, კაი კადრია. კაი, შეგვიძლია რომ გავიტანოთ უკვე.
სადახანი შევისვენებთ ახლა. Ყვილად არ ქვია ალბათ ამ ადგილს მზიანეთ, იმიტომ რომ არ გადასულა მზე ერთი წამითაც კი. რაც დავიწყეთ მზის გულზე მუშაობ. ალბათ შეიძლება ისე ვიყო რომ რაღაც ფიფქიას როლი შემომთავაზოს Netflix-მა. სადახანი შევისვენებთ ახლა რამე ციუსასმერს დავლევთ და მე ისევ გავაგრძელებთ მუშაობას. ესე იგი ნახევარი საქმე გავაკეთეთ. გათიბულია უკვე ნახევარიაზო. ამ ყველაფერს გამოვიტანთ, მე მეორე ნახევარს გავთიბავთ. სახლის ირგვლივად ზედმეტ ბალახ-ბულახს მოვჭრით და გამოვიტანთ და ეგ იქნება. დღეს ცოტა გვიან მოგვიწია დაწყება. იმედია რომ მზის ჩასვლამდე მოვასწრებთ და ნათელ კადრებს ნახავთ თუ რა იყო და რა გამოვიდა. მოკლედ ისევ ისეთი ტუბა შეგვხვდა და თითქმის კბილები აღარ აქვს. მოკლედ თითქმის აღარ აქვს კბილები და ძალიან უჭირს ბალახს კითიბავს, მაგრამ ნუ დიდხებს, დიდს რა რაც არის მაგაზე მაგრად წვალობს, მაგრამ სათადარიგო არ წამოგვიღებია ჩვენი ბრალიც არის. არა უშავს რაც არის ეგ არის. ჯერ დამტრეული ტოტები ამოვიღოთ, აქ არის ეთყობა გადაყრილი რაღაც ხეები რო გასხლეს ან რაღაცა აქ დაყარეს და ჯობია რომ ჯერ გავასვით თავის და მე მივადგეთ ხიბვის ამბავს. ესე იგი, ვინაიდან სათიბელას კბილები მოუწვდა და სათადარიგო არ წამომიღია, ბალახ ჭრის, მაგრამ ხესთან უკვე ვეღარ მუშაობს. აქ ბალახს გავთიბავთ, რაც არის მარცხენა მხარეს და მე რაც ველურად ამოსული პატარა ხეები არის, მაგას ნაჯახით მივადგებით და ალბათ ჩქარ კადრში, კაი კოდალასავით ესეთი რაღაც გამოგვიყვება. ნახოთ რა იქნება. ესე აუ შევუცვლით ახლა. დავაყენებთ უშუალოდ ბალახის, იმიტომ რომ ხეს ფიზიკურად ვეღარ ჭრის და ბალახსაც უკვე ძალიან გვაწოლებს, უფრო მიწასთხრის ვიდრე რამე შვება სხვას.
არ გეგონოთ რომ რამე კაი ენერგიებს ვჭრით. ეს არის უკვე სარეველად ქცეული ხე, რომელიც არაფერში არ წერია და მგონია რომ თავარი ძირები რომელიც არის ისინი დარჩნენ და ნუ რაც ზედმეტად არის ამოსული ის მოიჭრას და გადავარდეს. მოკლედ ეს ხეც გამხმარია. სავარაუდოდ სახურავსაც საფრთხეს უქმნის, ისედაც რა დღეშია, მაგრამ ერთ ძლიერ ქარზე შეიძლება სულ წაიქცეს და რაღაც გააფუჭოს. ასე რომ მგონი ჯობია რომ მოუჭრათ და გავიტანოთ. გამხმარია ყველანაირად. მოკლედ ვეცდებით რომ მოუჭრათ. თუ გამოგვივიდა, თუ არა და იმაზე უკეთესად მაინც დავტოვებთ ვიდრე იყო. გადავჭი. მიდი გაიტანე ხა. დადე კამერა და გაიტანე. ეხ წყალი უნდა დავლიო, თორე ამდენი რკმაც არ შეიძლება წყლის დავუზე. მოკლედ გამოტანა უფრო რთულია ხოლმე ვიდრე მთლიანის მოთიბვა რა. გამოიწერეთ არხი, თუ მოგეწონათ ვიდეო დაგვილაიქეთ, კომენტარებში გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები და ასევე თუ ფლობთ ინფორმაციას მსგავსი ტიპის კარ-მიდამოს შესახებ, ეგ ინფორმაციაც მოგვაწოდეთ. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ადამიანები საზღვარგარეთ მიდიან და გაურკვეველი ვადით უწევთ სოფლის სახლკარის დატოვება. თუ ესეთი სახლკარი გააქვთ ან იცით ვინმე ვისაც აქვს, ეგ ინფორმაცია მოგვაწოდეთ, მივალთ, დავასუფთავებთ, მოვაწესრიგებთ და ერთით ნაკლები სანერვიულო გექნებათ.